გამარჯობა მეგობრებო, ჩემ ხელშია კიბოს კლევის ეროვნულის ფონდის გამო დადებული კლევის ინფორმაცია, სადაც ჩატარებულია კვლევები, ანუ თვითონ ჩატარებულია, სადაც ეგეთი ბალახი, რომელიც ბევრჯერ მე მილაპარაკია და ჯოგი ექიმი, ერთ-ერთი ექიმი, ცნობილი WHO-ში კიდე სახელი მაგისი არ მინდა, რომ მეუბნებოდა ის კი არ მეუბნებოდა, ეუბნებოდა ხალხს, რომ როგორ შეუძლია, რომ ნიორის ისაო და რაღაცები. თვითონ კიბოს კლევის ეროვნული ფონდმა მე თქვენ ჩაგიგდებს ვიდეოს ქვევით იქნება ეს ლინკი, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხო. აქ არის რამოდენიმე ბალახი, რომელი ბალახებს, ანუ ბუნებრივი საშუალებები დაახლოებით 10, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირი კიბოს კურნალობა და პრევენცია. ანუ თუ იგებს თქვენ ეს ბალახები თქვენ საჭმელად, არ განვითარდება კიბოს უჯრედები, ან თუ არის რამოდენიმე ეგეთი უჯრედები განვითარებული, შეიძლება იქვე მოკვდე, ან ძალიან შემცირდე მომავალში კიბოს რისკები. ბოლომდე უყურე ვიდეო მეგობრებო, შეიძლება თქვენთვის არ იყო ეს ვიდეო საინტერესო, სხვას გაუძავნე აუცილებლად, რომ მოიტანო თავის კვებაში რამენაერად ეს 10 ანაკედან რამოდენიმე თუ 10 არა ბალახები, რომ არ განვითარდე ეს რისკები. დღეს მეგობრებო, ჭემით არაფერი არ გეუბნები, რას წერია ამ კვლევებში, ან მაგის საიტზე პირდაპირ წაგიკითხავ რას წერია. პირველი არის ძაფრანა, რო არის. ძაფრანა ეს ყვავილია მეგობრებო, სადაც ეს პირველ რიგში ძალიან ძვირია პროდუქტი. მაგრამ რა წერია ძაფრანაზე ამ კვლევებში? ძაფრანა მიუხედავად იმისა, რომ ძაფრანა საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ის შეიცავს წყალში ხსნად კაროტინოიდებს, რომელიც კროცინს უწოდებენ. კროცინება შეიძლება შეეფერხოთ სიმსივნეს ზრდა და კიბოს პროგრესირება. ნახე მეგობრებო, მისი ფასის გამო ძაფრანა ჩვეულებრივ გამოიყენება მცირე რაოდენობით სანელებლებში, განსაკუთრებით გემრიელია, როცა ბრინჯის და კარის უმატებენ, ანუ საჭმელში უმატებენ. ეს არის პირველი ძაფრანა. მეორე არის მეგობრებო ორიგანო. ორიგანოზე რას წერს კვლევები? ორიგანო შეიცავს კარვაკროლს, ერთ-ერთი ნივთიერება მოლეკულას, რომელიც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების გავრცელების კომპენსაციების, როგორც ბუნებრივი საძინფექციო საშუალება. ეს ბალახი ხშირად ხდება კლასიკური იტალიური კერძებში, როგორიცაა პიცა და მაკარონებში. იტალიელები იყენებენ მაგას ყველაზე მეტად ორიგანო. ეს მეორე ბალახი, რომელიც შეიძლება რისკით შემციროთ. მესამე არის მეგობრებო ჯანჯაფილი, ჯინჯერი. რას წერს კვლევები? ახალი ტუხმელი ჯანჯაფილი შეიცავს დიდ ანტიოქსიდენტებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ჯანჯაფილს აქვს ძლიერი გემო და მრავალმხრივი ბალახეულია. ცადეთ მცირე რაოდენობით გამოიყენოთ თქვენ ნებისმიერ წვენში, საჭმელში ან ჩაიში. შემდეგი არის მეგობრებო, როგორც ყველა მიცის, ნიორი. ნიორზე რა წერია? ნიორი შეიცავს ქიმიური ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება გოგირდორგანული ნაერთები.
ორგანული გოგირდს აქვს იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ანტიროგენული თვისებები, რამაც შეიძლება სემცირო ან შეიპერხოთ სიმსივნის განვითარება. ნიორს აქვს ძლიერი არომატი, რადგან შეიძლება მცირე რაოდენობით შეიძლება გამოიყენო კვებაში, ან დალიო მაგის ჩაი, ან პირდაპირ ჩაკლაპო. ნიორზე უამრავი ვიდეო მაქვს. ყველაზე ძლიერი, ყველაზე პოპულარული კურკუმა. კურკუმაზე რას წერს? კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელიც კარის ფხვნილს ყვითელ ფერს აძლევს. კურკუმინი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები დადებითი გავლენის ახდენენ კიბოს პრევენციაზე. ებრძვიან სისხლძარღვების ქსელს, რომელიც კვებას კიბოს უჯრედებს. კურკუმას აქვს რბილი და სასიამოვნო არომატი და შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მშრალი, ნაყენი ან როგორც სუპების დამატება. კურკუმაზეც მაქვს უამრავი ვიდეო გადაღებული, შეგიძლია ნახოთ მეგობრებო. ვიდეო რო ძალიან დიდი არ იყოს, კიდე რამოდენიმე ბალახი არის აქ. მე თქვენ ჩაგიგდებს ლინკ და თქვენ წაიკითხე, თუ არ გკითხულობს, ან შვილი ან შვილს წააკითხინე. აქ კიდე არის შავი პილპილი, კაინ პეპერ არის წითელი წიწაკა. ერთ-ერთი, რომელიც მე არადროს ან აიურვედაში არადროს არ წერია, ეს ინდურიც არ არის, მაგრამ ამერიკელი მეცნიერებმა აქაც იპოვა, ამას ქვია allspice. აი ეგრე გამოიყურება, ამათაც შეუძლია კიბოს უჯრედების შემცირება, ორიგენო თხვი, საფრანი თხვი, ერთ-ერთი თაიმია, თაიმ. ინგლისურად თაიმის აქი ეგრე გამოიყურება, ეგეც შედის და ბოლო აქ წერია ლავენდერი. კაისუნი რო არის, პერფიუმებში რო იყენებს ლავენდერი, ლავენდერის მეურნეობაც მინახიამენ საქართველოში, მაგათაც შეუძლია კიბოს საწინააღმდეგოს გამოყენება. ხო და მეგობრებო, ეს ტყვილი არ არის, ნიორი, ჯანჯაფილი, კურკუმა, ეს ყველაფერი დაგეხმარება თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. თქვენამდე არ დატოვო, ყველას გაუგზავნე. ეს ლინკიც აგიგდებ ვიდეოს ბოლოს, აუცილებლად წაიკითხე. ყოველთვის იქავი ჯანმრთელი და ბედნიერი.